რამდენიმეჯერ იყო ცდელობა ომის დაწყებიდან საკმაოდ მალე სხვათა შორის 1912 წლის სექტემბერში იყო პირველი ცდელობა, მაგრამ ეს მეორე მხარის მიერ დაირღვა მაშინ და ჩვენ თორემ მაშინ გაგრა დავკარგეთ და რაღაც მიმდებარე რაღაც ტერიტორიები. შემდეგ იყო უკვე 1993 წლის მაისში იყო მორიგის შეთანხმება, როდესაც მოსკოვში კიდევ ერთ შეთანხმება დავდეთ, რომ ეს რაღაც წლის შეწყვეტა უნდა იყო, ძალები უნდა გაგვეყვანა, მაგრამ აქაც მოტყუებული დავრჩით ტრადიციულად, როგორც შვება ჩვენი, ასე ვთქვათ, რუსული მხარე, იქიდან მოყოლებული მე ვფიქრობ დღემდე და შემდეგ იყო თორსტების იყო ივლისი, როდესაც მესამე უკვე საბოლოო შეთანხმება დაიდო, ამაში სხვათაშორის აფხაზებიც იყვნენ უკვე ჩართულები, წინა იყო რომ მანაც მოსკოვი და თბილისის შორის იყო, მაგრამ ამაში აფხაზებიც იყვნენ ჩართული და კიდევ ერთხელ შევთანხმდით, ასე ვთქვათ, ძალებს გავიყვანდით, რაღაცა იარაღს გავიტანდით იქიდან, რაღაც კონფლიქტის გადაწყვეტისკენ წავიდოდი, მაგრამ აქაც ჩვენ საბოლოო ჯამში მოტყუებულები დავრჩით, რასაც მოყვა საბოლოო ჯამში სექტემბერში სოხუმში მასირებული იერიში და რამდენიმე დღის შემდეგ, სადღაც 10 დღე დაჭირდათ მათ, რომ 27 სექტემბერს შესულიყვნენ იქ რაღაცა სოხუმში აეღოთ ესა